საქართველოში ხშირად ვისმენთ ფრაზებს, თუ არ მოგწონს წადი და შემდგომ ამ ფრაზის ერთგვარ პასუხსაც, მარტო მე მაინც ვერაფერს შევცვლი. მე ბელგიაში ვცხოვრობ 28 წელია და ალბათ ბევრს გონია, რომ აქ ადამიანებს არ სჭირდებათ პროტესტი, რადგან ყველაფერი იდეალურადაა. ეს ნამდვილად არ არის ასე. გაგიკვირდებათ და აქ საკმაოდ ხშირად ნახავთ ქუჩებში სხვადასხვა მიზეზისა და მიზნის გამო გამოსულ დემონსტრანტებს. მაგალითად, გასულ 2025 წელს ბელგიაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა მთავრობის მიერ დაგეგმილი სოციალური და ეკონომიკური რეფორმების წინააღმდეგ. მოსახლეობა და პროფკავშირები აპროტესტებდნენ საპენსიო ასაკის გაზრდას, სოციალური პაკეტებისა და საჯარო ხარჯების შემცირებას, ასევე შრომითი პირობების გაუარესებას. იცით ეს რატომ ხდება? აქ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა კულტურის ნაწილია. მცირედი გადაცდენაც კი მთავრობის მხრიდან და ხალხი ქუჩაში გამოდის. მოქალაქეებს შეგნებული აქვთ, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების შენარჩუნებისთვის მუდმივი ბრძოლა და აქტიურობაა საჭირო. და რა ხდება ამ დროს საქართველოში? მმართველი პარტია ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ჩვენს აზრს არც მნიშვნელობა და არც წონა გააჩნია. არც ერთ მასობრივ პროტესტს ხალხის სასარგებლო ცვლილებები არ მოჰყოლია. არც ერთხელ მმართველი პარტია მცირეოდენ დათმობაზეც კი არ წასულა. სწორედ ამიტომ ადამიანებს გონიათ, რომ თუ კი რამე არ მოსწონთ საქართველოში, მათ პროტესტს აზრი არ აქვს და ერთადერთ გამოსავლად გაქცევა, ქვეყნის დატოვება რჩება ან შეგუება. თუმცა ეს არ არის სიმართლე. ეს ისაა, რაშიც ჩვენს დარწმუნებას ცდილობს მმართველი პარტია. დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობა ემსახურება ხალხს და არა პირიქით. თითოეული მოქალაქე პასუხისმგებელია როგორც საკუთარ თავზე, ასევე საკუთარ ქვეყანაზე. და თუ ჩვენც იგივეს გავითავისებთ, ნამდვილად არავის აღარ მოუწევს ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრი.